ტკივილის წამლის მიღება ამ შემთხვევაში არ გამოგატანა. და ის რაც თვალის სიღრმეში ამ არეკლენ ტკივილს იწვევს, თვალის გარშემო, წარბის ზემოთ და შეიძლება დაკავშირებული იყოს თავბრუსხვევასა და ყუში ზუზუმთან. ეს არის EC კუნთი. ეს ვარჯიში ეხმარება კუნთს დაიწყოს მოდუნება. ეს ერთგვარი მომზადებაა, რომ შევძლოთ ტრიგერული წერტილის უფრო უსაფრთხოდ და ნაკლებად მტკივნეულად დეაქტივაცია. გარდა ამისა, ეს ვარჯიში ასევე ეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფასციასაც ოდნავ აფხვიერებს. ეს არის ზედაპირული მასაჟი, ნაზი მასაჟი, ECO. აქ კურის უკან. მოდი ავიღო ჩემი მონიტორი, რომ ნახო, კარგად ხედავ თუ არა. ECO. აქ იწყება კურის უკან და ჩამოდის მკერდის ძვლის დასაწყისამდე. ასე რომ ეს არის ის გზა, ეს მასა, რომელსაც მასას გაუკეთებ. წინიდან და უკნიდან დაიჭირე. ნიშნულოვანია, რომ ყოველთვის მეორე ხელით გამოიყენო. ჩვენთვის უფრო მარტივია კონტროლი. კარგი? აქ დაიჭირე წინიდან და უკნიდან. შენ ამ კუნთის მასას წინ და უკან გადაადგილებ, ისე რომ არ დააწვესო და არ დააძალო. გააკეთე ისე, თითქოს კუნთს ათუთუნებ. წინ და უკან გადაადგილე იმ რიტმით, რომელიც შენთვის ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულია. ჩამოიწიე ქვემოთ, მიყევი მთელ მარშრუტს, მთელ გზას, რომელსაც ეს კუნთი გადის. თუ გაგიჭირდება, უბრალოდ წაიკითხე, დაიმახსოვრე, სად იწყება და მთავრდება და მიყევი ამ მიმართულებას. აწიე ზემოთ, ჩამოიწიე ქვემოთ. არ იჩქარო. კარგი? გააკეთე შენთვის სასიამოვნო რიტმში. უკვე იგრძნობ, როგორ მოდუნდება კუნთი ნელ-ნელა. რჩევა. თუ გაგიჭირდება, შეგიძლია ეს ვარჯიში წოლაში გააკეთო. აი ეს. ნელა მასაჟს უკეთებ, წევით, ზემოთ და ქვემოთ კუნთის გასწვრივ დაუჩქარებლად 1 წუთის განმავლობაში. და მეორე რჩევა. თუ ტკივილი ორივე მხარეს გაქვს, მასაჟს ორივე მხარეს გააკეთებ. რა თქმა უნდა.